უამრავ წელს ნუშის მოსავლის აღება შეაფერხა სექტორში ელიან, რომ ნუშის მოსავალი დაახლოებით 3,000-3,500 ტონა იქნება, რაც გასული წლის მაჩვენებლებთან ახლოს არის. დღეისათვის საქართველოში ნუშის ბაღები 5,000 ჰექტარზეა გაშენებული, თუმცა მოსავლიანობა დაბალია. ირიგაციის სისტემების ნაკლებობა, ცოდნის დეფიციტი და არასაკმარისი ინვესტიციები კვლავინდებურად გამოწვევად რჩება, თუმცა ამ კულტურის მიმართ ინტერესი მაინც მზარდია. როგორ ვითარდება საქართველოში ნუშის წარმოება, როგორია წელს 1 კილოგრამის ჩასაბარებელი ფასი და როგორ უნდა მოხდეს წარმოება რეალიზაციის ჯაჭვის იმგვარად დაწყობა, რომ ნუშის მოყვანა მომგებიანი ბიზნესი იყოს და არა სუბსიდირებული დარგი. ნუშის წარმოების პოლიტიკაზე უნდა ვისაუბროთ დღეს საქმის კურსში. ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამთავრობო საბჭოს წევრი და კომპანია Farming Construction-ის დამფუძნებელი ნიკოლაძეა ჩვენი სტუმარი, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ნიკო, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა თქვენი დროისთვის. გამარჯობათ, მადლობთ. მოკლედ დავიწყოთ საუბარი. პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ მიმდინარე სეზონის შეფასებით, როგორც ვიცით, უამინდობამ გარკვეულწილად გააჭიანურა მოსავლის აღება. როგორია წელს მოსავალი, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი თვალსაზრისითაც საინტერესოა. წელს ველოდებით დაახლოებით 3,000-დან 3,500 ტონა, 3,500 ტონა კილოგრამ რაჭუჭიან ნუშს საქართველოს მასშტაბით. თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ეს რიცხვი ახლოს არის შარშანდელ მონაცემთან. წელს ველოდებოდა ზრდას დაახლოებით 30% წინა წელთან შედარებით, თუმცა გარკვეული ფაქტორებიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა აღნიშნული ზრდის განხორციელება. ეს ჯერჯერობით პროგნოზია 3,000-3,500 ტონა, თუმცა ძალიან ახლოს არის რეალობასთან. ძირითადი გამოწვევი მიზეზები ამ ვერ გაზრდის არის ის, რომ მოგესალმებათ, ნუშის კულტურა ძირითადად გაშენებული არის აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში იყო ძალიან მძიმე პირობები ამინდის ნაწილში, განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში, როცა მოხდა დაახლოებით -4, -5 გრადუსზე მოხდა ტემპერატურის დაცემა. შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, რაც არის ძირითადი რეგიონები, სადაც იწარმოება ნუში. აღნიშნულმა გამოიწვია მნიშვნელოვანი შემცირება მოსავლის. ამას დაემატა ის, რომ გადარჩენილი ნუშიც, ასე რომ ვთქვათ, რომელიც გადარჩა, მნიშვნელოვანი შემცირება იყო თვითონ საყვავილე კვირტების და ასე რომ ვთქვათ, ნაყოფების ძალიან სენსიტიური არის ყინვის მიმართ ნუშის კულტურა. ამას შემდგომში მოკლედ გადარჩენილ ნუშს მოყვა ის, რომ უკვე მოსავლის აღება ძალიან გართულდა, იმიტომ რომ ძალიან წვიმიანი სექტემბერი დაემთხვა, რომელიც არის სექტემბერი არის ძალიან ასე ვთქვათ, ყველაზე პიკური პერიოდი მოსავლის აღებისთვის, საქართველოში გაშენებული ჯიშებისთვის და ეს წვიმიან პერიოდში ვერ მოხერხდა სამწუხაროდ ბაღებში შესვლა ინტენსიურად მოსავლის აღება და შემდგომ ამას დაემატა ძლიერი ქარი, რამაც მოახდინა ნუშის ძირს წვენა და საქართველოში გავრცელებული ასე რომ ვთქვათ მოსავლის აღების ტექნიკა ძირიდან მოსავლის აღებას არ გულისხმობს, ძირითადად გავრცელებული არის საქართველოში დანერგილი არის ეგრეთ წოდებული shake and catch მეთოდი, ანუ დარხივა და მომენტალურად დაჭერა ნუშის. შესაბამისად ძირს დაყრილი ნუში, ანუ დაახლოებით 10-15%-ის დაყრა მოხდა ხეებიდან, უკვე მსმოიარე ხეებიდან ამ ქარის მიერ. და ამ ძირიდან ამ ნუშის აღება ან არამომგებიანია, საერთოდ არ ღირს მუშახელი შეყვანა და ძირიდან აკრეფა, ხოლო ძირიდან როგორც უკვე მოგახსენეთ, ძირიდან აღების ტექნოლოგია მოსავლის აღების ნაწილში ჩვენ არ აგვაქვს. დანერგილი, მოგახსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატები არის მთავარი მწარმოებელი, დიდი მწარმოებელი ნუშის, იქ ძირიდან იღებენ ნუშს, ასე რომ ვთქვათ, ძირს ყრიან და შემდეგ სპეციალური ტექნიკის მეშვეობით ხდება მისი შეგროვება. საქართველოში ეს დანერგილი არ არის. და სწორად არ არის დანერგილი, იმიტომ რომ განსხვავებული კლიმატური პირობები გვაქვს ჩვენ და ძირითადად წვიმიანი არის სექტემბერი, შესაბამისად ამ ტექნიკასაც კი, ასე რომ ვთქვათ, ძირიდან აღება წვიმიან პერიოდში უჭირს. ნიკო, თუ შეიძლება ხარისხი საინტერესო არის, თქვენ ახსენეთ, რომ მოსავლის ზრდა ვერ მოხდა, მაგრამ როგორი არის გადარჩენილი ნუშის ხარისხი? გადარჩენილი ნუშის ხარისხი არის კარგი, შეიძლება ითქვას. ამ ასე ვთქვათ, თუ დადებითი მხარე ჰქონდა ამ ყინვებს, ჰქონდა ის, რომ მოხდა დანორმება, ასე რომ ვთქვათ,
ნაყოფის, ანუ გულისხმობ იმას, რომ თუ ხეზე პირობითად იყო 2000 ნაყოფი ამ ნუშის ამ ყინვის მეშვეობით ნაყოფების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც გამოიწვია თითეული დარჩენილი ნაყოფის ზომის ზრდა. რაც ასე ვთქვათ, მოგეხსენებათ ნუშისთვის კალიბრი მნიშვნელოვანი ხარისხის მახასიათებელია. შესაბამისად, შარშანილთა შედარებით ძირითადად ახლა ჩვენი კომპანია მაგალითად ფერმერებისგანაც ახორციელებს შესყიდვას ნუშს და შარშანდელი შედეგებს რომ ვადარებთ, ხედავთ რომ კალიბრის ნაწილში უკეთესი შედეგი გვაქვს. საინტერესო ფასი როგორი არის ჩასაბარებელი ფასი წელს ნუშის? და თქვენ რა მოცულობას მიიღებთ, ესეც საინტერესოა. ჩვენ მივიღებთ დაახლოებით ჩვენ ყველაზე დიდი გადამამუშავებელი დღეისათვის საქართველოში, ყველაზე დიდი შემსხიდველი 1000 ტონა ნუში, ფაქტიურად 30%-ზე მეტი მოსავლის შესყიდვას ჩვენ ვახორციელებთ. და ფასი მერყეობს ნაჭუჭიან ნუშს გულისხმობ, გაუტეხავ ნუშის პირდაპირ შესყიდვას ვახორციელებთ, მერყეობს $45-დან $85-მდე ნაჭუჭიან ნუშს გულისხმობ 1 კილოგრამი ფასი. $85 ეს დამოკიდებულია ძირითადად გამოსავლიანობაზე რა. არის ნუში, რომელსაც აქვს 25%-იანი, 27-იანი 30-იანი, 35%-იანი გამოსავლიანობა. გამოსავლიანობა ნიშნავს, რამდენ კილოგრამ ნუშის გულს მივიღებთ 1 კილოგრამი ნაჭუჭიანი ნუშის გადამუშავების შედეგად. ჩვენთვის ბუნებრივია სარეალიზაციო პროდუქტს წარმოადგენს ნუშის გული. და შესაბამისად ნუშის გულში ვიხდით ფასს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ნაჭუჭიანი ნუშის შესყიდვას ვახორციელებთ, ვზომავთ, რამდენ ნუშის გულს მივიღებთ მისი გადამუშავების შედეგად. ნიკო, საინტერესო რამდენად მისაღები არის ეს ფასი, თქვენ ახსენეთ $1.45-დან $1.85-მდე. რამდენად სასურველი ფასი არის ეს დღეს ნუშისთვის? ძალიან კარგი ფასი არის, ლევანდელი ფასი, შარშანდელ ფასს აღემატება ბიზნეს მოდელიც ბაღების ნაწილში. სწორად გაშენებული ბაღების ნაწილში ძალიან საინტერესოდ მუშაობს ამ ფასზე. შესაბამისად, მთავარი ამოცანა ფერმერის მხრიდან არის ის, რომ მოიყვანოს ინდუსტრიულად იმ რაოდენობის ნუში, რაც არის მაგალითად, რაც მოყავს პირობითად ესპანეთში, ავსტრალიაში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან მასთან მიახლოებული. საუბარი არის დაახლოებით 6000 კილოგრამ ნუშზე, ნაჭუჭიან ნუშზე, რომელიც თითქმის აუცილებელია, რომ მიიღო 1 ჰექტარზე რა. სამწუხაროდ საქართველოში არასწორი აგროინჟინერიის განხორციელების გამო ეს პირველი ტალღა გაშენებული ბაღებისა სამწუხაროდ ვერასდროს ვერ მიაღწევს ამ შედეგებს. და შესაბამისად, ეკონომიკურ ნაწილში, ანუ ფასის მიერ ამ დანაკლისის, მოსავლის დანაკლისის დაბალანსება თითქმის შეუძლებელი იქნება, ამიტომ კომერციულად ბევრი ბაღის, ასე ვთქვათ, მოგებიანობა საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე იქნება რა. ვიღაცისთვის შეიძლება ეს ფასი მისაღები იყოს, ვიღაცისთვის არ იყოს მისაღები, მაგრამ ზოგადად ბიზნეს მოდელი სწორად გაშენების პირობებში ამ ფასზე ძალიან კარგად მუშაობს. ნიკო, მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ ბაზარზე აქცენტი კეთდებოდა სუპერინტენსიური ბაღების გაშენებაზეც, რომელსაც როგორც შედარებით დიდი ინვესტიციები ჭირდება და ასევე მოვლისთვისაც აუცილებელია სპეციალური ტექნიკა, მწვანე ოპერაციებისათვის, მოსავლის ასაღებად. რამდენად გაამართლა მოლოდინები ამ სუპერინტენსიურმა ბაღებმა და რამდენად სწორად მოხდა ამ კუთხით ინვესტირებაც და მოყვა თუ არა ამ ბაღის გაშენებას მერე მოვლისთვის საჭირო ინვესტიციების ჩადებაც მომდევნო ეტაპზე. ხო, პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ წარმატებული სუპერინტენსიური ბაღი ჩემთვის, თითზე ჩამოსათვლელი არის, რამდენიმე ბაღს შეიძლება ითქვას, რომ აქვს პოტენციალი, რომ გავიდეს კარგ შედეგზე, საუბარია სუპერინტენსიურზე, თქვენ სწორად აღნიშნეთ, კაპიტალური დანახარჯების ნაწილში მნიშვნელოვნად აღემატება ინტენსიურ და კლასიკურ ბაღებს სუპერინტენსიურის ნაწილი, თუმცა მან მოვლის შემდეგ მექანიზაცია უფრო იაფიჯდება და ასე შემდეგ. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დიდი ისტორია აქვს ზოგადად სუპერინტენსიური ბაღების გაშენება ზოგადად მსოფლიოში და ვერ
ვერც ვერ გეტყვით რა შედეგები ექნება საბოლოო ჯამში საქართველოში ასე ვთქვათ ამ სუპერინტენსიურ ბაღებს რომელიც გაშენდა. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი რომ დიდი ნაწილი უჭირავს სუპერინტენსიურ ბაღებს საქართველოში. გაშენებული ბაღები და ძირითადად გაშენებული არის ან ნახევრად ინტენსიური, ან ვსაუბრობ დაახლოებით 600 ნერგზე 1 ჰექტარზე, ან კლასიკური, სადაც 280-დან 280-დან 350 ნერგამდე ან 400 ნერგამდე არის გაშენებული 1 ჰექტარზე. სუპერინტენსიური გაცილებით მეტ ნერგს მოიცავს. ძირითადად ჩვენთან კლასიკური ბაღები ან ნახევრად ინტენსიური ბაღები არის გაშენებული. მოგახსენებთ იმასაც, რომ ბევრი ბაღი, რომელიც სწორი აგროინჟინერით არის გაშენებული, ეტაპობრივად შედის უკვე მსხმოიარობაში და ისინი ძალიან მათი მოსავლიანობა უკვე მე-4 წელს ძალიან გავს იმ მოსავლიანობას, რომელიც თეორიულად და პრაქტიკულად წამყვან ქვეყნებში არის. ანუ საუბარი არის 6000 კილოგრამზე 1 ჰექტარზე სულ მსხმოიარობაში. საუბარია მე-6, მე-7 წელს. ანუ ეს ბაღები, რომლებიც სწორად არის გაშენებული და არის უკვე მე-4 წელს, ანუ გაშენდა 2022-ში, 2023-ში, უკვე მიყვება, ასე რომ ვთქვათ, იმ მიზანს, რომ სრულ მსხმოიარობაში გავიდეს სადღაც 6000 კილოგრამზე 1 ჰექტარზე. ანუ თავდაპირველად როცა ბაღების გაშენება დაიწყო, ნიკო 2015 წლიდან არის, ხო, რაღაც 10 წლიანი პერიოდი კი გვაქვს უკვე, მაგრამ ვერ შევაფასებთ, რამდენად გაამართლა ამ კულტურამ დასაწყისში პრობლემების გამო და მინდა იმაზეც ვისაუბროთ. გაამართლა მითხარით? გაამართლა ამ ნუშმა, ასე ვთქვათ, მაგალითად მათთვის, ვინც ვთქვათ 2015 წელს დაიწყო ამ ბაღების გაშენება. იმიტომ რომ მოსავალი ძალიან დაბალი გვაქვს. პასუხი ძალიან მარტივია. პირველ ტალღაში გაშენებული ბაღები არის უკიდურესად ბევრი შეცდომებით გაშენებული, შესაბამისად მათ ვერ გაამართლეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად კულტურამ ვერ გაამართლა. არის ძალიან ბევრი წარმატებული ბაღი, მათ შორის ერთ-ერთის მფლობელი მე ვარ, რომელსაც აქვს ძალიან კარგი შედეგები, როგორც მოსავლიანობის ნაწილში, ისე ხარისხის ნაწილში. არიან კიდევ ბევრი ჩემი კოლეგები, რომლებმაც 2021 წლიდან დაიწყეს ასე სწორი აგროინჟინერით გაშენება და თვითონ როგორც ასეთ ნუშის კულტურა საქართველოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან საინტერესო შედეგებს აჩვენებს რა, მათ შორის მოსავლიანობის ნაწილში. ნიკო, მინდა ვისაუბროთ გამოწვევებზეც, აი რა პრობლემებს ხედავთ თქვენ, მაგალითად ნერგის ხარისხი, აგრონომიული ცოდნა, არის ირიგაცია, მექანიზაცია, პროდუქციის ფასიც მათ შორის. აი მთავარ გამოწვევებს რას ხედავთ ამ სექტორისთვის? რომ სწორად მოხდეს განვითარება სექტორის და თქვათ არ მოხდეს ფორსირებულად განვითარება, რომ მე თქვათ იგივე სუბსიდირები ამ მიმართულებითაც არ დაგჭირდეს. კი ბატონო, მოგახსენებთ, ესე იგი 2015 წელს სწორად აღნიშნეთ, 2015 წელს დაიწყო აღნიშნული კულტურის ასე ვთქვათ დანერგვა საქართველოში. უაღრესად ბევრი შეცდომებით, თუმცა ამ შეცდომებზე ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ. შესაბამისად ეს იყო ერთგვარი ინვესტიცია ცოდნაში, რაზე დაფუძნებითაც ჩვენ დღეისათვის უკვე 2021-2022 წლიდან მოყოლებული ძალიან მაღალი ხარისხის ბაღებს ვქმნით. შესაბამისად სწორად წერთ აგრეთვე ბიზნეს გეგმებსაც, სწორად უთითებთ ბიზნეს გეგმებში ფასებს, მოსავალსაც, კაპიტალურ დანახარჯებსაც, საოპერაციო ხარჯებსაც რა. შესაბამისად გამოწვევები ცოდნის ნაწილში, რაც იყო სადღაც 2-3 წლის წინ, ეს შემცირებულია, იმიტომ რომ თვითონ ჩვენი ასოციაციას ძალიან ბევრ შრომას დებს ამაში, ჩამოყავს საერთაშორისო ექსპერტები, ამ ექსპერტები ატარებენ ძალიან ბევრ ღონისძიებებს, მათ შორის უშუალოდ ბაღებში და ასწავლიან ამ ხალხს, როგორ უნდა მოიყვანონ ბევრი ნუში და თუ ახალ ინვესტიციას გააკეთებენ, როგორ უნდა გააკეთეს ეს ინვესტიცია, რომ არ არის მხოლოდ რაღაც კაპიტალურ დანახარჯებზე საუბარი არის აგრეთვე საოპერაციო დანახარჯების გათვალისწინებაზე ბიზნეს მოდელში. გამოწვევები არის ის, რომ ძირითადი გამოწვევა არის ის, რომ ეს ძველი გაშენებული ბაღები, ასე რომ ვთქვათ, სექტორს კიდია მძიმე ტვირთად, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებმაც აღარ გააგზავნეს ინვესტიცია ამაში, თავიდან სტიქიურად განავითარეს რაღაცეები, დაუშვეს ბევრი შეცდომა და დღეს ეგრეთ წოდებული word of mouth-ი მათი მხრიდან არის ძალიან ცუდი. ამიტომ
და ნუ რეალურად მათი შეცდომებიდან გამომდინარე და არა კულტურის ზოგადად არამომგებიანობიდან გამომდინარე საკმაოდ ესეთი რთული ცუდ რეპუტაციას უქმნიან ასე ვთქვათ ზოგადად კულტურას. ეს არის რომ ძველი გაშენებული ბაღები დღეს ტვირთად ყიდიან სექტორს, იმიტომ რომ ისინი ვერაფაქტობრივად ძალიან ბევრი განცხადება ხდება ხოლმე, როცა ბაღების გაყიდვაზეც არის მსურველთა რიცხვი არის გაზრდილი, რამდენიმე განცხადებაც ამ ბოლო დროს შემოხდა. ეს ძველ ბაღებს ეხება თუ ახალ ბაღებთან დაკავშირებითაც არის და რითი არის გამოწვეული ეს? რომ იყიდება, იმიტომ რომ ეს ხალხი ხვდება უკვე რომ ვერ მიაღწევენ ეკონომიკურ სარგებელს, არა იმდენად ფუნდამენტური შეცდომებია დაშვებული, სოფლის მეურნეობაში ძალიან რთულია წარსულში დაშვებული შეცდომის გამოსწორება. უნდა გააკეთო ახალი თავიდან, ნოლიდან. ის ცოდნა უნდა გამოიყენო და ნოლიდან უნდა გააკეთო. შესაბამისად ეს ხალხი ცდილობს უკვე რომ ის თავისი დაშვებული შეცდომები გაყიდოს, ასე რომ ვთქვათ, ის ბაღები, რომლებიც ვერასდროს ვერ გავლენ 6000 კილოგრამზე და გავლენ სადღაც 1500-2000 კილოგრამზე და იქნებიან მუდმივად ასე რომ ვთქვათ, არამომგებიან პოზიციაში, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცდილობენ რომ ეხლა გაყიდონ. თუმცა ძალიან რთულია აღნიშნული ბაღების გაყიდვა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, უკვე ცოდნა დაგროვებული არის, საქართველოს არიან ექსპერტები, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ კონკრეტული ბაღს, შეუძლიათ თუ არა გავიდეს მომგებიანობის რაღაც ნიშნულზე, შესაბამისად მათ გაუჭირთ ბუნებრივია ამ აქტივის გაყიდვა, რომელსაც თქვენ ხვდებით განცხადებებს, რომ ესა თუ ის ბაღი იყიდება. ვიღაცამ შეიძლება არიან ადამიანები, ვინც ძალიან დიდი მადლობა ნიკო. სამწუხაროდ არ რჩება დრო რომ ვისაუბროთ მთავარ სარეალიზაციო ბაზრებზეც მინდოდა საუბარი, თუმცა ამ თემებზე აუცილებლად შეგაწუხებთ სხვა დროსაც. ნუშის წარმოების პოტენციალსა და გამოწვევებზე ვსაუბრობდით დღეს საქმის კურსში. კომპანია Farming Construction-ის დამფუძნებელი ნიკო ნიკოლაძე იყო ჩვენი სტუმარი.